მოგესალმებით, მოგესალმებით გასაუბრებელს, მოგესალმებით სტუმრებს. იცით რა არის ეს პერსონალური თემა, რომელიც ახლა მე მიმწერდნენ მანდ რომ გვერდზე იწექიო, რომ დაგეძინაო და დაგესიზმრაო. სიმართლე გითხრათ, არ დამსიზმრებია, ეს არის აი უბრალოდ ნებართვა მაქვს ამისი აღებული. იგივე წყაროს მოწოდებული ჩემთვის, რომელმაც 2017 წელს სექტემბერში მომაწოდა ინფორმაცია მეუფე შიოს მომავალ მოსაყდრეობასთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა გაზეთში. ჩემო ბატონო და შესაბამისად შემდგომა სამწყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არაერთხელ იქნა დადასტურებული. თუმცა მოდით იცით რა არის ის რომ ახლა მე თქვენ გისმენდით და იქაც ვთქვათ თქვენი სტუმრებიც ასე ღიად საუბრობდნენ იმ სკეპტიციზმზე, რომელიც არსებობს ვთქვათ ორიენტაციასთან დაკავშირებით. მე უფრო მეტი მაქვს ეს სკეპტიციზმი და თქვენს შესავალ სიტყვას რო უსმენდი, მინდოდა ერთ-ორ ადგილას მეთქვა ღმერთმა გისმინოთ მეთქი. მე არ ველოდები იმას რომ თუნდაც ის დღეს გაკეთებული განცხადება ილია მეორის გზა გაგრძელდება, რაც გზანა მეუფეშიო. ეგრე არ ხდება ხოლმე, ეს არის ხალხისთვის რაღაც ხალხში ნაცრის შეყრა, ვისი გზა არასოდეს არ გრძელდება ისტორიული გზები, ისტორიული პერსონების გზები. თუ ვინმეს ამაში ეჭვიეპარება, მაშინ ცოტა უკან გაიხედოს, ვისი გზა გაგრძელებულა. ვახტანგ გორგასლის, გრიგორ ხანძთელის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ილია ჭავჭავაძის თუ ვისი გზა ყველა ირჩევს თავის გზას და ის გზა, რომელიც წინა ეპოქაში, წინა წლებში, წინა ისტორიული პერსონების მიერ არის გაყვანილი, ეს არის გამოცდილება გარკვეულწილად, იმიტომ რომ რეალიები ყოველთვის იცვლება და აქედან გამომდინარე ვიღაცა რომ ვიღაცის გზას გააგრძელებს, ამას საუბარი აბსურდულია, ერთადერთი აქციის გაგრძელება ალბათ ის იქნება, რომ სინოდი არაფერში მაინტერესებს, მე ვიქნები პირველი პერსონა, შეიძლება ამას გულისხმობს სამომავლოდ საკუთარ თავ პატრიარქად მიჩნეული მეუფე შიო. მოდით ერთ რამესაც აქვე მივაქცევ ყურადღებას, ძალიან მკვეთრ განცხადებას ვიტყვი ალბათ, აი ამ დღეებმა დამანახა ის, რომ ქართულმა ინტელექტუალურმა გონმა, რომელსაც აქვს გარკვეული პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ერის მამები, ერის დედები, რა ვიცი არიან და ასე შემდეგ, ფილატესავით დაიბანა ხელი და არ ჩაერთო აი ამ დისკუსიაში, არ გახსნა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს ქართული სახელმწიფო არ გულისხმობ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, იმიტომ რომ ამ ინსტიტუციას აქვს ქვეყანაში უდიდესი გავლენა და რა თქმა უნდა რუსეთი ამ ჰიბრიდული ომის პირობებში იბრძვის ამ გავლენის საკუთრებლად. და ეს დააკვირდით SRV აკეთებს განცხადებას და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც რა ვიცი, ევროპელი ჩინოვნიკების განცხადება და ჩამომწკრივდებიან და რაღაც ესეთ საშინელ განცხადებებს აკეთებენ საპასუხო და არაფერი უპასუხნიათ გუნდეების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამწუხაროდ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც და აი აქ აბსოლუტურად ნათელი არის ჩემთვის ყველაფერი იმასთან მიმართებაში, რომ თუ მოსაყდრე ხდება მომავალი 152 პატრიარქი, რა გზით შეიძლება განვითარდეს ვთქვათ ურთიერთობა იმავე რუსეთთან და რომ ეს ინსტიტუცია ხდება უფრო ჩაკეტილი და რაც მთავარია უფრო აგრესიული. აგრესიულს რატო ვამბობ? დააკვირდით აი ის ადამიანები, ვინც დღეს მეუფე შიოს ვთქვათ პოზიციებს იცავენ სოციალურ ქსელებში და უშვერად აი მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან ქალბატონ ლელა ჯეჯელავას რაც დააწიეს ახლა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, მაშინ როდესაც საერთოდ არ უხსენებიან ნეგატიურ კონტექსტში
პერსონალურად მეუფეშიო ეს იყო საშინელება, არ ვლაპარაკობ ჩემზე, სხვა კომენტატორებზე, რასაც აკეთებენ იგივე მეუფე ზენონთან დაკავშირებით, ესეც უკვე ცალსახად ჩანს და ერთი სიტყვა იმასთან მიმართებაში, რომ აი ეს უნდა გაჩერებულიყო, ეს არ გაგრძელებულიყო ეს პროცესი ამასთან მიმართებაში არ თქმულა პირიქით, მეუფეში ამ ხნის განმავლობაში იყო მხარე მუდმივად, მან საქართველოს საპატრიარქო აქცია ქართული ოცნების პარტიულ განყოფილებად, აი ასე ვიტყვი პირდაპირ და დღეს უფრო სამარცხვინოდ ჩანს ეს ყველაფერი, როდესაც თუნდაც იგივე როგავას, ხაბეიშვილის, მაისაშვილის საქმეები გაიხსნა, ვახსოვს მაკაჩიხლაძის თემა, როდესაც ერთი სიტყვა არ უთქვა. უდანაშაულო პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები ციხეში. არა, მაგაცე ძალიან კარგად ითქვა, უყურეთ, მაგაცე ითქვა მეუფე შიოსთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა დეკანოზმა პირდაპირ თქვა, რომ ციხეშიო გადასარევი პირობებია, ყოფილხართ თუ არა თქვენ ციხეში, მე დავდივარდო. ანუ უნდა ისხდნენო აი აქ. თუმცა ასევე ითქვა, რომ თხოვა პრემიერად წოდებულს თხოვა მათი გათავისუფლება, ესეც ითქვა. ნუ ახლა სად თხოვა მითხარით, იმაში რა ქვია, ტრაპეზი ქონდათ ერთ-ერთზე და იქა აი საჯაროდ არ გახმაურებულა, მე ვიძახი ძალადობრივ ფაქტებზე, რომ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა და პირიქით ამას ახალისებდნენ და იყო ხშირად მხარე საპატრიარქო ეს ჩვენ გადასარევად ვიცით, მე ველოდები იმას, რომ რა თქმა უნდა რეპრესიები იქნება როგორც ეკლესიაში და აქ მხოლოდ ერარქებზე არ არის საუბარი, არამედ ცოტა დაბალი რანგის ერარქებზეც არის საუბარი. მათთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ველოდები იმას, რომ ინსტიტუცია იქნება და ამ შემთხვევაში საპატრიარქოს როგორც მმართველ ადმინისტრაციულ რგოლს ველოდები, რომ იქნება უფრო ჩაკეტილი საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არ ველოდები ბატონ გოჩა, თქვენ ელოდებით იმ შემთხვევაში თუ მოსაყდრეშიო გახდება პატრიარქი, მაგრამ რა შანსები აქვთ სხვა კანდიდატებს ამ შემთხვევაში და რამდენად უფრო ღირსეულად მიგაჩნიათ ისინი? მე მომეჩვენა, მე არავის არ მინდა. იცით რა არის, მოდ ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, მე ჩემი ფავორიტი არ მყავდა და არც უნდა მყოლოდა ეს ფავორიტი უნდა მე ასეთი წარმოდგენა მქონდა, რომ არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული რუსეთთან, თორე რუსული გავლენა გარკვეული ფორმით რო იქნება ეკლესიაში, სახელმწიფოში გვაქვს აქ და ახლა საჯარო მოხელეები იმას ამბობენ, რატოა, რა ქვია, საიდანაა რუსეთი ოკუპანტიო იმ პირობებში როცა ცხოვრობთ ჩვენ, რაღაცა გავლენა რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ საქართველოს ეკლესია შეეძლო გარკვეულწილად აი ამ გავლენის მინიმალიზება და თავის ბუნებრივ წიაღში დაბრუნება და აქედან გამომდინარე ვის აირჩევდნენ არა იმ პერსონას რომელიც იქნებოდა პირდაპირ რუსეთის თქვათ ინტერესების გამტარებელი ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა და არ აქვს ამის მიუხედავად მე მიმაჩნია რომ ეპისკოპოსები რომლებთაც ქონდათ გარკვეული პრეტენზია ყოფილიყვნენ მომავალი პატრიარქები ძალიან გულუბრყვილოდ მიუძგნენ პროცესს და ნუ ვფიქრობ რომ ცოტაზე უფრო ზერელე დამოკიდებულებითაც იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით როგორი ესეთი კამპანია ქონდა გაშლილი თქვათ შიოს მეუფეშიოს მომხრეებს და პროპაგანდისტულ არხებს მის მხარდასაჭერად მაშინ როდესაც აქით იყო აბსოლუტური სიჩუმე, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი აი ეს მშვიდად ჩატარდება და ასე შემდეგ. პროგრამებიც ძალიან გვიან დაგვაწიეს სიმართლე თუ გინდათ, იმიტომ რომ ცუდი არ იქნებოდა რომ ეს პროგრამები თქვათ იგივე მეუფე დანიელსაც, მეუფე ისაიასაც და სხვაებსაც, ვისაც ჰქონდათ გარკვეული პრეტენზიები პირველ ხდომამდე გამოექვეყნებინათ და თუნდაც სინოდის წევრები ყოფილიყვნენ საქმის კურსში თავიანთი ძმებიდან ვის უნდოდა თქვათ მომავალი პატრიარქობა ვის სურდა ამასთან მიმართებაში მე არ ვფიქრობ, მე არ ვიცი ახლა ორგანიზაციულად აი წინა სინოდის ხდომის შემდეგ რამდენად სწორად დაალაგდნენ, იმიტომ რომ ეგ ესე არ არის როგორც უყურებენ ეპისკოპოსები, სულ რამდენიმე საათი რჩება ახლა თქვათ გაფართოებული არჩევნების დაწყება. მე მგონი რომ ფარსია
ამაზე ცალკე თუ შეიძლება ერთ წუთსაც ვიტყვი, იმიტომ რომ იქ ყველაფერი უნდა ჩატარდეს ძალიან სწრაფად, მთელი პროცედურების დასკვით, არ უნდა გამოითქვას კრიტიკული აზრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში არ იქნება, ხმის დაცვლის პროცესი პირდაპირ ეთერში არ იქნება, ესეც აგულისხმო. ხო, რა თქმა უნდა და რასაც სწრაფად უნდა დამთავრდეს პროცედურა, მაგრამ აქ ვურჩევდი მაგალითად აი იმ ორ კანდიდატს, მეუფე იობსაც და მეუფე გრიგოლსაც ამ შემთხვევაში, რომ კარგად დაფიქრდნენ, ჯერ კიდევ არის დრო აი ამ ფიქრისთვის, იმიტომ რომ მათ ებრძვით, ამას პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ბრძოლის ნიშნების გამოჩნდა, აგერ ნახეთ მეუფე იობის წინააღმდეგაც გაიმართა კამპანია თქვათ სოციალურ ქსელებში მეუფე გრიგოლთანაც მიმართებაში, მათ ებრძვით აი მანქანა, რომელიც არის აწყობილი და ეს მანქანა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ვთქვათ, იქ წიაღში შობილი მანქანა, აქ აშკარად იკვეთება რუსული ჰაიდლაინებიც, თუმცა ქართული ოცნებაც რუსული ჰაიდლაინებით მუშაობს, ამაში ცხადია რომ დაწმუნებულები ვართ და აქედან გამომდინარე ძალიან გულუბრყვილოდაც შეხედავენ პროცესებს და გულუბრყვილოდ შეხედავენ იმას, რომ ეპისკოპოსები თავიანთი ძმები, რომლებიც ამ წუთას რაღაც პირობას დადებენ, ისევე არ გაუტეხავენ ამ პირობას, როგორც გააკეთეს ეს წინა სხდომაზე და ერთი რაღაცაც არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ხედვა ძალიან შესაძლოა არის ვიღაცისთვის ცუდი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აკადემიურად სწორად, კარგად ჩამოყალიბებული და გამართული იყო, ამის მიღმა არსებობს კიდე რაღაცეები, რადგან ისინი მე მგონი უნდა შეთანხმდნენ ხვალ პირველ საათად. კი ბატონო